Alhamdulillah, as-salatu was-salamu ala rasulillah. მოგესალმებით ყველას. უზენაეს Allah subhanahu wa ta'ala-ს წყალობა, ფარველობა იყოს თქვენზე. დღეს არის ხუთშაბათი. ვაგრძელებთ ყოველკვირეულ ლექციებს. კითხვა-პასუხების რეჟიმში იქნება დღევანდელი ჩვენი ლექციაც. ასეთი შეკითხვაზე უფრო მეტად ასეთი პრეტენზია, რომელსაც ზოგიერთი ადამიანები აყენებენ ხოლმე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ბიდათების შესახებ. ვამბობთ, რომ ეს არის ბიდათი, ეს არ არის სუნნეთი და ასე შემდეგ. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ასეთი დასაბუთებით გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ რაც შუამავლის დროს არ იყო ყველაფერი რომ ბიდათი ყოფილიყო, მაშინ მეჩეთში არსებული მინბერი არის ის კიბის მსგავსი საფეხურები, რომელზეც ჯუმაზე და ბაირამზე იმამი ადის და ხუთბას კითხულობს. მინარეთები, წმინდა ყურანის წიგნად აკინძვა, ტარავih ნამაზის ჯემაათით ლოცვა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერიც ბიდათი უნდა ყოფილიყო. რადგანაც შუამავალ ალეისალათუ ვესალამის დროს ესენი არ იყო და რატომ არ ითვლება ესენი ბიდათად? პირველ რიგში უნდა განმარტოთ თუ რა არის ბიდათი. ამაში უნდა გავერკვეთ კარგად. ბიდათი არის ისლამის რელიგიაში შემოტანილი სიახლე, რაც არც ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას დაუწესებია, არც შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამს გაუკეთებია. ასეთ სიახლეს ჩვენ ვეძახით ბიდათს. და ამის შესახებ ძალიან ბევრი ჰადისებია გადმოცემული. ყველას წაკითხვას რომ შევეცადო, ალბათ ეს 1 საათი მარტო ბიდათის შესახებ გადმოცემული ჰადისების წაკითხვაში გაგვივა. ამაზე სხვადასხვა ლექციებში ბევრჯერ მაქვს წაკითხული ეს ჰადისები, ახლა ძალიან არ გავაგრძელებ. უბრალოდ რამდენიმეს წავიკითხავ. მაგალითად, ერთ-ერთი, რომელსაც მორწმუნეთა დედა აიშა რადიალლაჰუ ანჰა გადმოგცემს, მაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან, أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال რომ ალლაჰი შუამავალმა صلى الله عليه وسلم ზანა من أحدث في أمرنا هذا wins ამ ჩვენს საქმეში გულისხმობს რას? რა საქმისთვისაც ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ ის წარმოგზავნა. რა საქმისთვის წარმოგზავნა? ისლამისთვის. ისლამის სასწავლებლად, ისლამის გასავრცელებლად. ანუ როცა შუამავალ ალეისალათუ ვესალამი ამბობს, რომ ამ ჩვენ საქმეში გულისხმობს ისლამს, რელიგიას. ვინც გამოიგონოს სიახლე ამ ჩვენ საქმეში ლეისე მინჰუ ფეჰუა რედდუნ, რომელიც მისიდან არ არის. ისლამიდან არ გამომდინარეობს. ისლამს ორი ფუძე აქვს. ერთი მთავარი ბირთვი არის ამისა ყურანი ქერიმი, უზენაეს ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას სიტყვები, არშიდან ჩამოვლენილი და მეორე არის სუნნეთი, რაც უზენაესი ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას ბრძანებების პრაქტიკაში შესრულებული მოდელია და მისი ერთგვარი განმარტება არის შუამავალ ალეისალათუ ვესალამის სიტყვით ან საქმით. ესე იგი, ამ ძირითად ფუძეში, რაც არ არსებობს და ისეთი რამე ვინც გამოიგონოსო, ის არის უარყოფილიო შუამავალ ალეისალათუ ვესალამმა მიუღებელია. ნიშნავს სხვადასხვა მნიშვნელობით შეიძლება განმარტოთ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ის, რომ შენ ასეთ ამელს აკეთებ, მაგრამ არ მიიღება, ანუ ყაბული არ გახდება ალლაჰის წინაშე. მუსლიმის მიერ გადმოცემულ ამ ჰადისის, ეს ჰადისი თვითონ ბუხარის კრებულშია გადმოცემული, იმამ მუსლიმის მიერ გადმოცემულ ცოტა განსხვავებულ ვერსიაში ბრძანებს შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამი, რომ მან ამილა ამალან ლეისა ალეიჰი ემრუნა ფეჰუა რედდუნ. ვინც აკეთოს ისეთი საქმე, რომელზეც ჩვენი ბრძანება არ არის, ანუ
რომელიც არც ალლahს უბრძანებია, არც მის შუამავალს უბრძანებია, ასეთი საქმე არის მიუღებელი. აბული არ იქნებაო. და ასეთი შინაარსის ძალიან ბევრი ჰადისები არის გადმოცემული, რომ ბიდათს არ ყაბულობს შუამავალი, რომ ბიდათის წინააღმდეგია, ანუ სიახლეს, რელიგიაში შემოტანილი სიახლისა. სიახლეების დაგმობის მთავარი მიზანი არის ის, რომ ისლამი შევინარჩუნოთ. ისლამი არის ბოლო რელიგია. ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას მხრიდან მეტი ახალი წიგნი, ახალი შუამავალი, ახალი სარწმუნოება, ახალი წესები და კანონები აღარ მოვა ყიამეთამდე. ამით დაასრულებს ქვეყანა არსებობას. ამიტომ ყიამეთამდე ეს შერიათი რომ დარჩეს უცვლელად, ორიგინალი ფორმით და არ დავემსგავსოთ წინა უმეტებს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რაც მოხდა წინა უმეტების შემთხვევაში, რაც მოხდა წინა წმინდა წიგნების შემთხვევაში, რომ ჩვენ ვაღიარებთ სხვადასხვა წიგნებს, სხვადასხვა შუამავლებს, მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ ისტორიის განმავლობაში, დროთა განმავლობაში ხალხმა ზოგმა ჩაამატა, ზოგმა გამოაკლო, შეცვალეს და ბოლოს იმ ფორმამდე მივიდა, რომ გაჭირდა ღმერთის სიტყვა რომელია და კაცის სიტყვა რომელია, იმაში უკვე გაუგებარია. და სხვადასხვა ვერსიები წარმოიშვა ერთი და იგივე წიგნისა. იგივე მდგომარეობაში რომ არ ჩავარდნილიყო ისლამი და ეს წესები, ეს კანონები შერიათისა, ამიტომ შუამავალ ალეისალათუ ვასალამმა აკრძალა სიახლის შემოტანა. იმიტომ რომ ადამიანები ბევრნაირი არის. ყველა სხვადასხვა გემო აქვს, ყველა სხვადასხვა გაგება აქვს, სხვადასხვა განათლების დონე აქვს. სხვადასხვა კულტურული და მენტალური წარსული აქვს. და ამ სხვადასხვაობებიდან გამომდინარე, ყველას შენ რომ ერთი რაღაცა მოგწონს, მეორე სხვა მოსწონს. მესამეს სრულიად სხვა რაღაცა მოსწონს. და ეს ასეთი რაღაცები რომ ყველამ რომ მისებურად რაღაცა ამატოს ამ სარწმუნოებაში, მაშინ უკვე შეიქმნება აჯაფსანდალი, რომელიც უკვე სარწმუნოებას აღარ დაემსგავსება და იმ ჭეშმარიტ ფორმას დაკარგავს, რითაც ალლაჰისგან მოვიდა. ვეღარ მივხვდებით რომელია კაცის დამატებული, რომელია ღმერთისგან მოვლენილი, ალლაჰი რომელზე კმაყოფილია და რომელზე უკმაყოფილოა. ამას ვეღარ მივხვდებით. ამიტომ შუამავალ ალეისალათუ ვასალამმა მიიღო წინასწარ ზომები და ეს ყველაფერი აკრძალა. სწორედ ბიდათი ამას ნიშნავს, რომ არც ყურანშია, არც სუნნეთშია და ვიღაცამ თქვა, რომ მოდი ასეც ვქნათ, კაი იქნება. ისეც ვქნათ, უფრო მეტი მადლი იქნება. და შემდგომ ეს ბიდათები არის ისეთი საქმე, რაც შუამავალ ალეისალათუ ვასალამის გზიდან გვაცილებს ჩვენ და შუამავალისგან და მისი საჰაბეებისგან გვაუცხოვებს. შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანა, რომ ჩემი უმმეთი 63 ჯგუფად დაიყოფა და მათგან გადარჩება მხოლოდ ის, რომელიც მე და ჩემი საჰაბეები რომ ვადგავართ იმ გზაზე დგანან. სხვა დანარჩენები დაიღუპებიან. სწორედ ის ბიდათები და ის სიახლეები იწვევს ამ ხალხის იმ გზიდან გადახვევას, რომელზეც შუამავალ ალეისალათუ ვასალამი და მისი საჰაბეები იყვნენ. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს, რომ ესენი რატომ არ ითვლება ბიდათად და ასე შემდეგ. ვიდრე ამ საკითხებს თითო-თითო განვიხილავდეთ, მინდა 1-2 აიათი და ჰადისი წავიკითხო. მაგალითად, სურა თეუბეს მე-100 აიათში უზენაესი ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს, რომ السابقون الأولون من المهاجرين والأنصار ის პირველი მოწინავე ხალხი, მოწინავე მორწმუნეები. მუჰაჯირებიდან და ენსარებიდან. მუჰაჯირები არიან მექკადან მედინაში გადასახლებული საჰაბეები, ენსარი არის მედინას მკვიდრი ხალხი, რომლებმაც
ეს ლტოლვილები შეიფარეს და სიკეთეში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. რომელი უფრო მეტ სიკეთეს იზამს, რომელი უფრო მეტ მადლს იზამს, ამაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. და ასევე ეჯიბრებოდნენ, რომელი უფრო კარგად და ზედმიწევნით მიყვებოდა შუამავალ ალეისალათუ ვასალამის სუნნეტს, რომელი უფრო კარგად გაითვალისწინებდა მის სიტყვას და ასე შემდეგ. ამათ შესახებ ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს ყურანი კერიმში, სურა თეუბეს მე-100 აიათში, რომ ის ხალხი وَالَّذِينَ تَبَعُوهُمْ بِإِحْسَانٍ და ის ხალხი, რომლებმაც ამ მუჰაჯირებს და ენსარებს მიჰყვენ საუკეთესო ფორმით. რა ხდება ამათ შემთხვევაში? რადიალლაჰუ ანჰუმ, ალლაჰი კმაყოფილია მათგან, ვარადუ ანჰ და ესენიც ალლაჰისგან კმაყოფილი არიან. ანუ მუჰაჯირებსა და ენსარებისგან ალლაჰი კმაყოფილია და კიდევ ვისგან არის კმაყოფილი, ვინც იმათ საუკეთესო ფორმით მიჰყვა. და ესენიც ალლაჰისგან კმაყოფილი არიან, მუჰაჯირები, ენსარები და მათზე ლამაზი ფორმით მიმყოლი ხალხი. ალლაჰისგან კმაყოფილი ყოფნა რა არის? ალლაჰის მიმართ საჩივარი არ აქვს. ალლაჰის მოვლენილი დინით კმაყოფილი არიან და სხვას აღარ ეძებენ, დამატებით რაღაცა სიახლეს და ასე შემდეგ. ეს ერთი აიათი. მეორე აიათი სურა ნისას 115 აიათი არის. وَمَنْ يُشَاقِقِ الرَّسُولَ مِنْ بَعْدِ مَا تَبَيَّنَ لَهُ الْهُدَى ვინც შუამავალს ეწინააღმდეგება მას შემდეგ რაც მისთვის გახდა ცნობილი ჭეშმარიტი სწორი გზა. ანუ შუამავალი მოვიდა, ღვთის წიგნი მოგიტანა, თავისი პრაქტიკით გაჩვენა როგორ უნდა იცხოვრო ამ წიგნის შესაბამისად, ეს ყველაფერი უკვე შენთვის შენამდე როცა მოვიდა, მოაღწია, ეს უკვე სიცხადეს ნიშნავს, რომ შენთვის უკვე ცხადია და ცნობილია ჭეშმარიტი გზა სად არის. ამის შემდეგ, ამის მიუხედავად, ვინც ეწინააღმდეგება შუამავალს. وَيَتَّبِعْ غَيْرَ سَبِيلِ الْمُؤْمِنِينَ და ამ ყველაფრის მიუხედავად გაჰყვება იმ გზას, რომელიც მორწმუნეების გზა არ არის. იმ დროს, როცა ეს აიათი ჩამოვიდა, მორწმუნეები ვინ იყვნენ? საჰაბები იყვნენ. ანუ ვინ საჰაბების გზას არა და სხვა გზას გაჰყვება. ნუველიჰი მა ტავალლა, ამას დავტოვებთ იმ გზაზე, საიდანაც პირი იბრუნა. ვანუსლიჰი ჯაჰანნამა და ამგვარად რახან სხვა მიმართულება აირჩია, ეს ამ მიმართულებით ჯაჰანნემამდე მივიყვანთ. وَسَاءَ مَصِيرًا და რა ცუდი, რა საზარელი სამყოფელია ესა. ბრძანებს ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა. კიდევ ერთი ჰადისი, რომელიც იმამ აბუ დაუდის სუნენშია გადმოცემული, საჰაბე ირბად ბინ სარია რადიალლაჰუ ანჰ გადმოგცემს. გრძელი ჰადისია, მოკლედ ვიტყვი, მხოლოდ იმ ადგილს წავიკითხავ, რომელიც ჩვენს თემასთან კავშირშია. ეს საჰაბე ამბობს, რომ ერთ დღეს ალლაჰის შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ჩვენთან გამოვიდა, ხუთბე წაიკითხა. ისეთი ხუთბე წაიკითხა, რომ გულებმა თოლვა დაიწყო, თვალებმა ცრემლები ღვარა. ერთ-ერთმა ჩვენ შორის ერთ-ერთმა უთხრა, რომ ია რასულულლაჰ, ეს შენი საუბარი გამოსამშვიდობებელ საუბარს გავს. და რას გვირჩევ, რას დაგვიბარებ ჩვენო? შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რამდენიმე ნასიჰათი გაუკეთა მათ, რჩევა დარიგებები ჩამოუთვალა და ბოლოში ასე დასწინა, რომ فَإِنَّهُ مَنْ يَعِشْ مِنْكُمْ بَعْدِي უეჭველად ვინც ჩემს შემდგომ იცხოვრებს, ჩემს შემდეგ პერიოდს მოესწრება. فَسَيَرَى اخْتِلَافًا كَثِيرًا ისინი ძალიან ბევრ უთანხმოებას, საკამათო გაუგებრობის თემებს გადაეყრებიან. ანუ ზოგი იტყვის ეს თემა ასეა, ზოგი იტყვის არა, მაგრი არ არის ასეა. რომლის წინაშეც დღეს ვდგავარ. فَعَلَيْكُمْ بِسُنَّتِي ამ დროს თქვენი ვალია ჩემი სუნნეთი. وَسُنَّةَ خُلَفَاءِ الرَّاشِدِينَ الْمَهْدِيِّينَ مِنْ بَعْدِي და კიდევ თქვენი ვალია ჩემი სუნნეთის გარდა სწორ გზაზე მყოფი რაშიდი ხალიფეების სუნნეთი, ანუ იმათი გზა, იმათი მოქმედება თქვენთვის სამაგალითოა. ვინ არიან რაშიდი ხალიფეები? აბუ ბექირ, ომერ, ოსმან, ალი რადიალლაჰუ ანჰუმ აჯმაინ.
ყველა მათგან ალლაჰი კმაყოფილი იყოს. ესენი არიან. ისინი იმათზე მიგვითიტა რომ ამათი სუნნეთიც თქვენი ვალია. ამათი სუნნეთის, ამათი საქციელის, სიტყვების და ასე შემდეგ გათვალისწინება თქვენი ვალია. عدوا عليها بالنواجذ და ამას სუნნეთს და იმ საჰაბეების სუნნეთს, ჩემ სუნნეთს და იმ საჰაბეების გზას კბილებით ჩაეჭიდეთო. وإياكم محدثات الأمور და მე თქვენ გაფრთხილებთ შემდგომ გამოგონებული სიახლეების მიმართ. فإن كل محدثة بدعة რადგანაც ყოველი შემდგომ გამოგონილი არის ბიდათი. وكل بدعة ضلالة და ყოველი ბიდათი არის გზასაცდენილობა. შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ ბრძანა. რატომ წავიკითხე ეს ბოლო ორი აიათი და ერთი ჰადისი? იმიტომ რომ საუბარში ბიდათის წინააღმდეგ კონტრარგუმენტად მოყავთ რომ თურმე შუამავალ ალეისალათუ ვესალამის დროს ჯამეში მინბერი არ ყოფილა. არა. ნახეთ. შუამავალ ალეისალათუ ვესალამის დროს პირველ წლებში, როდესაც მეშჯიდი ნებევი გაკეთდა, იქ იყო მაღალი ფინიკის ხურმის ჯირკი. შუამავალ ალეისალათუ ვესალამი იმაზე შემოდგებოდა ხოლმე და იქედან კითხულობდა ჯუმის ხუთბეებს. პირველად ეს იყო. შემდგომ ერთ-ერთმა საჰაბემ ხისგან რამდენიმე საფეხურიანი მინბერი გააკეთა, რომ შუამავალ ალეისალათუ ვესალამი ადვილად დამდგარიყო. თუ დაიღლებოდა ჩამომჯდარიყო და იქიდან ეკითხა. და ერთ-ერთი შუამავალ ალეისალათუ ვესალამის სასწავლებიდან ის გახლავთ, რომ როდესაც მან ამ ახალ მინბერზე შედგა და ხუთბის კითხვა იქიდან დაიწყო, თვითინის ხმა შემოესმათ იქ ყოფ საჰაბეებს. და ეს ხმა იმ ხურმის ჯირკიდან მოდიოდა. შუამავალ ალეისალათუ ვესალამმა მივიდა მას ხელი გადაუსვა, მოეფერა და გაჩვენა. ანუ ეს იყო იმის გულდაწყვეტა, რომ ამ იერიდან იქ უკვე შუამავალ ალეისალათუ ვესალამი ხუთბას აღარ იკითხავდა. მინბერი ეს ერთი რომ შუამავალ ალეისალათუ ვესალამის დროს იყო პირველად გააკეთეს. მინბერის ფორმები, სხვა ჩუქურთმები განსხვავდება, მე არ არის მნიშვნელოვანი. მინბერში მთავარი მიზანი რა არის, რომ შემაღლებულ ადგილას დადგეს იმამმა და მრავალრიცხოვან ჯემაათს ხმა უკან მიაწვდინოს. ადრე მიკროფონები და დინამიკები არ იყო. ხმა უკან მიაწვდინოს და რაც შეიძლება მეტმა შეძლოს ხუთბის კითხვის დანახვა. მიზანი ეგ არის. რამდენი საფეხური იქნება, რანაირი ჩუქურთმები ექნება, ხისგან იქნება, მარმარილოსგან იქნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი მიზანი შესრულებულია. ესე იგი რა გავიგეთ, რომ რატომ არ ყოფილა მინბერი ბიდათად რატომ არ ითვლება? გასაგებია. მინარეთი. შუამავალ ალეისალათუ ვესალამის დროს მეჩეთს მინარეთი არ ჰქონდა, კი ბატონო მართალია. მაგრამ ბილალ რადიალლაჰუ ანჰს უთხრა შუამავალ ალეისალათუ ვესალამ, რომ მედინაში ყველაზე მაღალი სახლი რომელიც იყო იმის სახურავზე ასულიყო და იქიდან ეკითხა ეზანი. ესე იგი მინბერში მთავარი მიზანი რა ყოფილა? რაც შეიძლება მაღალიდან ეზნის კითხვა, რომ რაც შეიძლება მეტთან მივიდეს ხმა. რომ ლოცვის დრო მოვიდა. ამიტომ ეს სიმაღლე ზოგჯერ შეიძლება სახლის სახურავი იყოს თუ მინარეთი არ არის, თუ არა და შესაძლებელია რომ ამ სიმაღლიდან ეზნის საკითხავად რაღაც ნაგებობა ავაგოთ. და ამ ნაგებობის არქიტექტურული ფორმები ყველა კულტურაში, ყველა ცივილიზაციაში სხვანაირია. თურქები სხვანაირს აშენებენ, ირანელები სხვანაირს აშენებენ და არაბები სხვანაირს. იმიტომ რომ ის მათი არქიტექტურისთვის დამახასიათებელი რაც იყო. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი მიზანი ის არის, რომ მაღლიდან შორს მივაწვდინოთ ხმა. ეს ყველაფერი, ამ ყველაფრის კეთება დაიწყო საჰაბეების დროს. და არც ერთი საჰაბისგან არ ვიცით ამაზე პროტესტი, წინააღმდეგობა. რომ ეს არ შეიძლება ბიდათია, არა, საჰაბები თავისი დუმილით გამოხატავდნენ თანხმობას ამ თემების მიმართ. ესე იგი მინარეთიც არ ყოფილა ბიდათი. რადგანაც შუამავალ ალეისალათუ ვესალამ აგვიტყვა, რომ ჩემი საჰაბები, ჩემი რაშიდი ხალიფეების სუნნეთი თქვენი ვალიაო. მასზე მიყოლა მორჩილება თქვენი ვალიაო.
ყურანი კერიმში აიეთებით წავიკითხეთ, რომ ვინც საჰაბეებს საუკეთესო ფორმით მიყვება, იმათიდან ალლაჰი კმაყოფილია. ყურანის წიგნად აკინძვა. შუამავალ ალეისალათუ ვესალამის დროს ყურანი კერიმი აეთ 23 წლის განმავლობაში ჩამოევლინებოდა. 23 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო მისი წიგნად შეკრა. ჩამოევლინებოდა შუამავალ ალეისალათუ ვესალამი წაუკითხავდა ირგვლივ მყოფ საჰაბეებს, ისინი წერდნენ. ჩამოევლინებოდა, წაუკითხავდა, ისინი წერდნენ. თუმცა ყურანის არა ერთ აიათში იგი მოხსენებულია როგორც კითაბ, როგორც წიგნი. ეს მინიშნება არის, რომ ბოლოს ეს წიგნად იქცეოდა. როდის მოხდა, როდესაც შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამ გარდაიცვალა, ერთ-ერთ ბრძოლაში დაახლოებით 70 ყურანის ზეპირმცოდნე ჰაფიზი დაიღუპა. აქედან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში ყურანის წიგნად შეკვრის აუცილებლობა, რათა არ მოხდარიყო მისი დაკარგვა და რაიმე შეცდომაში შესვლა. ამ დროს ხალიფა იყო აბუ ბექირ რადიალლაჰუ ანჰუ და საჰაბეებმა მიმართეს აბუ ბექირს, რომ ეს ჩვენ წიგნად 2 ყდის შორის უნდა მოვაქციოთ. რა თქმა უნდა, შუამავალ ალეისალათუ ვესალამის დროს დაწერილი ის ფურცლები, ის სხვადასხვა ტყავი იქნებოდა თუ ფიცარი თუ სხვადასხვა საშუალებები, ეს ყველაფერი შენახული და დაცული იყო. უბრალოდ საჭირო იყო მოქცეულიყო 2 ყდას შორის. რის მიხედვითაც შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამ ასწავლა საჰაბეებს და რის მიხედვითაც ჰაფიზებს ჰქონდათ დაზეპირებული. ამ თემაზე კონტროლის გასაწევად შეიქმნა სპეციალური კომისია იმ ჰაფიზი საჰაბეებისგან და მათ ეს შეადგინეს და წიგნად ჰაზრეთი აბუ ბექირის ხალიფობის დროს შეიქმნა. თავიდან აბუ ბექირ რადიალლაჰუ ანჰუ წინააღმდეგი იყო ამისა. მაგრამ საჰაბეების რჩევის, საჰაბეებთან მსჯელობის შედეგად თვითონაც დარწმუნდა, რომ ამის გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა სწორი. აბუ ბექირის კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან. მიზეზი რა იყო, რას იმიზეზებდა, რატომ არ უნდოდა ყურანის წიგნად შეკრა? ამბობდა, რომ რაც შუამავალს არ გაუკეთებია, ის მე როგორ გავაკეთო? ნახეთ, ყურანის წიგნად შეკრის აკინძვის თემაშიც კი აბუ ბექირ რადიალლაჰუ ანჰუს გული უსკდებოდა და რომ შუამავალს რომ არ გაუკეთებია იმფერის ხნა, მე რაფერ გავბედო. დღეს ხალხი მაგას თავი დავანებოდ, ახალ რიტუალებს, ახალ იბადეთებს იგონებენ და შემოაქვთ ისლამში სიახლეები და საერთოდ აბუ ბექირს რომ ეშინოდა იმის ნახევარი შიშის გულში არ გაუვლით, რომ რა მოხდება, მე ვილოცოს, იმარხოს, მაგით რა დაშავდება? აბა ერთი აბუ ბექირისთვის გეკითხა, რა დაშავდებოდა ყურანის წიგნად შეკრით. მაგრამ ის თავისი ასეთნაირი ლოგიკური მსჯელობით არ მიდიოდა, არამედ ამბობდა, რომ შუამავალს რაც არ გაუკეთებია, მე ის როგორ გავბედო და გავაკეთო. და კიდევ ერთი საკითხი, ტარავიჰ ნამაზის ჯემაათით ლოცვა. ტარავიჰ ნამაზის ჯემაათით ლოცვა სისტემატიური სახე ჰაზრეთი ომერ რადიალლაჰუ ანჰუს ხალიფობის პერიოდში მიიღო. მაგრამ ნიმუში ამასაც სუნნეთიდან აქვს. რამადანში შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამი დადგებოდა და მეჩეთში იასის შემდეგ ნამაზ ლოცულობდა. ნაფილე ნამაზ, რომელსაც დღეს ჩვენ თარავის ვუძახით. საჰაბეებმა რამდენიმე საჰაბე მივიდა მას უკან დაუდგა, მის უკან საფი გააკეთა და ის რომ რუკუაზე მიდიოდა, ესენიც მიყვებოდნენ, სეჯდეზე მიდიოდა, ისინიც მიყვებოდნენ. ამას შუამავალ ალეისალათუ ვესალამი რა თქმა უნდა გძნობდა, რომ მის უკან საჰაბებმა საფი გააკეთეს, თუმცა წინააღმდეგობას არ უწევდა. ამ საჰაბებმა ერთი ლოცვის შემდეგ მეორე დღეს მეორე საჰაბებს უთხრა, რომ წუხელ ჩვენ ასე და ასე შუამავალ ალეისალათუ ვესალამთან ერთად ნამაზი ვილოცეთ. ამას რომ საჰაბე გეიგონებს, იმას რა დააყენებს. მეორე დღეს გაბევრდა, მესამე დღეს კიდევ უფრო გაბევრდა ხალხის რიცხვი, მეოთხე დღეს შეიკრიბა ჯემაათი და უცადა მანამდე უცადა შუამავალ სანამ საბაჰ ნამაზის ეზანი არ იკითხა მუეზინმა. საბაჰ ნამაზზე გამოვიდა სახლიდან
მანამდე არ გამოსულა საბაჰ ნამაზი ილოცეს და ლოცვის შემდეგ უთხრა რომ წუხელ მე იმან შემაკავა სახლიდან გარეთ გამოსვლაზე რომ შემეშინდა ეს ნამაზი ფარზი არ გამხდარიყო ანუ სისტემატიურად რომ ასე გველოცა შემეშინდა ალლაჰისგან აეთი მოვა ფარზად დაწესდება და ჩემი უმმეტისთვის რთული გახდება სირთულე იქნება ამიტომ შუამალ ალეისალამმა თავი შეიკავა ნახეთ აქ რა ნიმუში გვაქვს რომ არავის ნამაზის ჯემაათით ლოცვა შეიძლება შუამავალმა 2-3 ღამე ალოცვა უბრალოდ შეაჩერა იმიტომ რომ ფარზი არ გამხდარიყო შემდგომ შუამავალ ალეისალამის გარდაცვალების შემდეგ ებუ ბექირის პერიოდში და ასევე ჰაზრეთი ომერის პერიოდის ნაწილში მუსლიმები პატარ-პატარა ჯემაათებად იკრიბებოდნენ და მაინც ლოცულობდნენ ზოგი რამდენიმე კაცი აქეთ ლოცულობდა ისინი მორჩებოდნენ მე რამდენიმე კაცი აქეთ მოვიდო და აქეთ ლოცულობდნენ და ასეთნაირად შემდგომ ომარ რადიალლაჰუ ანჰმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ერთი იმამი დაენიშნა ესენი თავიანთი შეთანხმდებოდნენ 9 კაცი ერთ კაცს წინ წასწევდნენ რომ შენ იმამი იყავი ლოცულობდნენ ასეთნაირად მანამდე ოფიციალური თავის სალოცველად იმამი არ იყო დანიშნული ჰაზრეთი ომერმა რადიალლაჰუ ანჰ დანიშნა იმამი და უთხრა რომ ასე ჯგუფ-ჯგუფად კი არა ყველამ ერთად დადექით ავსეთ ჯამე და ილოცეთ თავი ნამაზი რატომ იმიტომ რომ შუამალ ალეისალამში ნიმუშია უკვე შუამალ ალეისალამი გარდაცვლილი იყო და ფარზად დაწესების საფრთხე აღარ იყო იმიტომ რომ ჰაზრეთი ომერთან ხომ არ მოვდოდა აეთი ამიტომ ამის შიში აღარ იყო უკვე შიშის საფუძველი აღარ იყო და ომერ რადიალლაჰუ ანჰმა შუამალ ალეისალამის ის გარკვეული პერიოდით შეჩერებული სუნნეთი აღდგინა და გააგრძელა ახალი რაცხა კი არ გამოუგონებია ასეც რომ არ ყოფილიყო შუამალ ალეისალამის ის ჰადისი რომ თქვენი ვალია ჩემი სუნნეთი და რაშიდი ხალიფეების სუნნეთიო ისიც საკმარისი იქნებოდა რომ ეს თემა ბიდათად არ ჩათვლილიყო ამიტომ ეს საკითხები ბიდათების გასამართლებლად არ გამოდგება უკეთესია ვიკმაროთ შუამავალ ალეისალამის სუნნეთით და ვიცხოვროთ ყურანის სუნნეთის ჩარჩოებში გამერწმუნეთ იქ იმდენი იბადეთი იმდენი ნაფილე ღვთისმსახურებების ფორმები არის რომ საკმარისზე მეტი ნეტავ იმ ყველაფერს შევასრულებდეთ და იმ ყველაფერს დაუძლებდეთ შუამავალ ალეისალამი ბრძანებს რომ როდესაც ხალხი გამოიგონებს ბიდათს იმის სამაგეროდ სუნნეთს დაევიწყებს ან სუნნეთს მიატოვებს რატომ იმიტომ რომ სუნნეთში იმდენი ღვთისმსახურების ფორმები არის რომ ადამიანმა რომ შეეცადოს რომ მე ყველას ვიზამო ყველას ვერ იზამს ან დრო არ ეყოფა ან სიცოცხლე არ ეყოფა და ასე შემდეგ ხოდა ამის მიუხედავად როცა მარტო სუნნეთით მოქმედებს და ყველა შესრულებას ვერ ახერხებს ის ადამიანი როდესაც აიღებს და ბიდათით დაიწყებს მოქმედებას რა თქმა უნდა იმან ზოგიერთი სუნნეთები უნდა გამოტოვოს გვერდზე უნდა გადადვას ზოგადად შემთხვევაში ბიდათისთვის დრო არ გამორჩა არ გაუთავისუფლდება ამიტომ მით უმეტეს დღევანდელ ცხოვრებაში როცა ხალხი დინზე უფრო დუნიაზეა ჩამღაჭებული და დინისთვის ძალიან ცოტა დროს უთმობს ცოტა დრო აქვს გამოყოფილი დინისთვის ასეთ შემთხვევაში ის ცოტა დროც თუ ბიდათს მოვახმარეთ სუნნეთი და ფარზი როდის უნდა გავაკეთოთ ამიტომ გადარჩენა ყურანის და სუნნეთის გზაშია როგორ შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანა მე თქვენ გიტოვებთ ორ ამანათს ჭეშმარიტი გზიდან არ გადახვალთ მანამდე ვიდრე ამ ორ ამანათს ჩაეჭიდებით ეს არის ალლაჰის წიგნი ყურანი და ჩემი სუნნეთი